3 ამოცანა იდგა ილიას თაობის წინაშე და მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი წინააღმდეგობების შეხვდა, უამრავი ცილის წამება და 1000-ნაირი ჭორმართალი აირიამ ამ ჯგუფის თერგდალეულების მიმართ, მე-20 საუკუნის დასაწყისში 1917 წლის 12 მარტს აღდგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. აღარ ვართ მონა, არამედ აზნაური. ეს სიტყვები ახლად არჩეულ კათოლიკოს პატრიარქ კირიონ მეორეს ეკუთვნის. მეორე 1918 წლის 8 თებერვალს ძველი სტილით 25 თებერვალს 25-ია ხო? გაიხსნა თბილისის უნივერსიტეტი. მესამე 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ამ სამმა მოვლენამ მიუხედავად იმისა, რომ 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ ქვეყანა ბოლშევიკური რუსული ოკუპაციის ქვეშ მოექცა და ადგილობრივი მარიონეტული, ასე რომ ვთქვათ, ხელისუფლების წარმომადგენლების, ეს სამი მოვლენა განსაზღვრავდა მთელ მე-20 საუკუნეს.